აი ეს რეკლამები რომ არის ხოლმე, ხო იცი? მოდი ვნახოთ რა მოხდება თუ რიგით ლუდის მოყვარულებს გავაცინჯებთ გერმანიის საუკეთესო ლუდებს და არ ვეთქვით რომ ერთ-ერთი მათგანი არის გაიაკი. მაგისი ჩვენი ვერსია გადავიღეთ და კამერაც არ გავთიშეთ. ძალიან ნეიტრალური გემო. კარგია. დაბალანსებული. რაც მე მიყვარს ძალიან. რა არის ეს არის კაიაკის ედი. ხო. აი ეგ არის კონკურენტის ლუდი. ხო. ეგრე ნუ შემიქება. გასაგები. ეხა გასინჯე და არ არის კაი. და დაამატერო აი ცოტა სპირტის. გემო დაკარავს. კამერა ხმა? ეს ლუდი არ მომეწონა. სპირტის გემო იგრძნობა ცოტა ზედმეტად. ძალიან ცუდი. აშკარად ქართული ლუდია რა. რომ მოსვი ეს არის საზიზღრობა არის. აი ეგ ვიფიქრე მაგის თქმა, მაგრამ აი კი. მიწასთან გამისწორე აი ეს ლუდი თუ შეიძლება. ზედმეტად გაზიანია. ზედმეტად გაზიანია. არ ვარგა. აი აქ ქერის გემო იგრძნობა ძალიან კარგად. კატ. ოდიში. აქაც ვერ გამოიცანი. გასაგები, ეს არის ჩვენი ლუდი? ესაა ხო კაიაკი? სახეზეც რო შეგეთხოს რომ არ არის არა პრობლემა. რასაც ვიტყვი იმას ვიტყვი. კი. ამაზე მოდი ვთქვათ რომ სვია არის დამწვარი. აშკარად ყვირის რომ აქ სვია არის დამწვარი. ეხლა ვნახოთ რას ფიქრობენ კაიაკს. ხელი ადაგაფუდეს. კარგად არის დამუშავებული სვია და ალაო. ცოტა მიტიშია თვითონ. კარგი დაბალანსებული გემო. აი ეს არის ის ოქროს შუალედი. რა რეაქცია გექნებოდა თუ გეტყვი რომ ეს არის კაიაკი? კაიაკი? ვაა! აუჯერებელია. აი რა. პირდაპირ დაუჯერებელია. ეტი რეკლამა თან უკან გადაციეთ ცოტა. რო გემრიელად დააბრუნე უკან. კაც. კაიაკი. მარტივი და მართალი ლუდი. ეს დამეუვასა წეგან პროსტა რატომღაც წეგან ისე გადავწყვიტე ის მეგონა ის კარგი თორე ეს ყველაზე მეტად მომეწონა მართლა ხო